მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ. სტუმარი რუის ურბნისის ეპარქიიდან და მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ პირველად გვყავს ამ ეპარქიიდან სტუმარი, კერძოდ წყაროსთავის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი გიორგი მეფარიშვილი. მოგესალმებით მამა გიორგი და უხმის მადლობას მოგახსენებთ ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. გაიხარეთ, მოგესალმებით თქვენ, მოგეკითხავთ თქვენს მაყურებელს დიდი პატივისცემით და მადლობა მოწვევისთვის. უღრმესი მადლობა. მე მინდა რომ ჩვენი ტრადიციული კითხვით დავიწყოთ. ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. განსაკუთრებით გვაინტერესებს სასულიერო პირების ბავშვობა, როგორი ბავშვები იყვნენ, საიდან მოდიან, როგორი მშობლები ყავდათ, როგორ ოჯახში გაიზარდნენ. აი ამ ყველაფრის შესახებ თუ შეგიძლიათ რომ გვიამბოთ, სად დაიბადეთ მამაო, ვინ იყვნენ თქვენი მშობლები, იყვნენ თუ არა მორწმუნეები? დავიბადე გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელი წიფნარი, ასეთი სოფელი გვაქვს, ძალიან ლამაზი და კარგი სოფელი არის, რომელიც ძალიან მიყვარს ამ სოფელში. მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე ჩემს ოჯახთან ერთად. რომ გითხრათ, რომ რამეთი განსაკუთრებული ბავშვობა მქონდა, ნამდვილად ასე არ იყო, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ზოგჯერ ვცელქობდი ხოლმე, ზოგჯერ ვაშავებდი. მაგრამ მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ მაჩუქა ისეთი ოჯახი, რომელიც მყავს. ჩემი ოჯახი ნამდვილად არ იყო, რო ვთქვათ ესე, რელიგიური ან მორწმუნე, მაგრამ დედა ჩემისგან, მამა ჩემისგან, ჩემი ბებიებისგან, ბაბუებისგან ყოველთვის მქონდა მოწოდება პატიოსნებისკენ, სიალალისკენ და გარკვეული ზნეობრივი ჩარჩოები იყო ეს ჩემთვის ბავშვობის პერიოდში. რადგან ჩვენ იმ დროს მოგვიწია ბავშვობა, როდესაც არ იყო იმ სიმრავლე ისეთი, როგორც დღეს არის ტაძრებისა, მონასტრებისა. ჩვენთან ჩოხატაურის რაიონში იყო ერთი ტაძარი მოქმედი წმინდა გრიგოლ ხანძთელის და თუ კი ღამის თევაზე დასწრება მოგვინდებოდა ხოლმე, უნდა ჩავსულიყავით რაიონში. და ეს ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი ეკლესიურობა, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ჩვენი გწირვაზე დასაზრებას მივდიოდით, ასეც არ იყო ნამდვილად. იმიტომ რომ იქ უბრალოდ ახალგაზრდობა ვიკრიბებოდით, გვიხაროდა რომ შობა თუ აღდგომა იყო და ზოგჯერ ტაძარში არ შევდიოდით, ან თუ შევდიოდით, სანთლებს დავანთებდით, გამოდიოდით და ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი რელიგიურობა ჩემს ბავშვობაში. ბავშვობიდან ესეთი რამ მახსენდება. ზოგჯერ ვფიქრობდი ხოლმე, ვინ ვიყავი, საიდან მოვდიოდი და რატო გავჩნდი. ესეთ ფიქრებს ჩაუღრმავდებოდი ხოლმე. ხან მარტო რო ვიყავი და ზოგჯერ ისეთ როგორ გითხრათ, ისეთ ჩიხში მოვექცეოდი ხოლმე ამაზე ფიქრში, გამოფხიზლებოდი ხოლმე შიშით, რომ რამე გართულები არ მოყოლოდა. მე გარკვეული პერიოდის მერე შევეშვი ამაზე ფიქრს. იმიტომ რომ ძალიან ღრმა საკითხებში შევდიოდი, რომელსაც პასუხს ვერ ვცემდი. ვერ ვცემდი იმის გამო, რომ არ მყავდა მოძღვარი, არ ვიცოდი ქრისტიანული სარწმუნოების მორალი, რას გთავაზობს ქრისტიანობა, ზოგადად მართლმადიდებლობაში ყველაფერზე არსებობს პასუხი და ჩვენ ეს პასუხები მაშინ არ გქონდა. კითხვები გაგვაჩნდა, მაგრამ პასუხები არ გქონდა და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის ჩვენ ძალიან ბევრი კარგი მოძღვარი გვყავს, ძალიან ბევრი ტაძარი არის და ადამიანს შეუძლია ქრისტიანული სარწმუნოების პრინციპების შესახებ შეიტყოს მოძღვრებისგან. ნუ ჩვენ არ გქონდა ამის ასე ვთქვათ სიამოვნების საშუალება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ფორმირებას ნეობრივი რაც ბავშვობაში ჩვენ მქონდა, მახსოვს რომ მოდიოდა ჩემი ოჯახისგან და შემდეგ მოდიოდა ჩემი მასწავლებლებისგან, რომლებსაც ყველას მოვიკითხავ დიდი პატივისცემით და მადლობას გადავუხდი კიდე ერთხელ იმისათვის, რომ ჩვენ გვეხმარებოდნენ აი იმ რელიგიური სივრცის არარსებობის დროს ეს მასწავლებლები ჩვენთვის მაგალითად აი გრიგოლ ხანძთელს გვიკითხავდნენ სკოლაში შუშანიკის წამებას და ასე შემდეგ. და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი რამ, როდესაც გაინტერესებს ადამიანს რა არის ჭეშმარიტება, რა არის სიმართლე, საით უნდა წავიდე, რომ თქვათ შეცდომები არ დაუშვა. ნუ შეცდომა ყველას მოგდის, მაგრამ საუბარია უფრო ბევრ შეცდომაზე ისეთ, რომ ცხოვრება არ აირიოს ადამიანს. თან მით უმეტეს ისეთ ასაკში, როდესაც მისაბათზე ეძებ ადამიანი. სანამ მონასტერში წასვლას გადავწყვეტდი, ჩვენ კარგად ქონდა შესწავლილი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. და რატომღაც მოლოდინი მქონდა, ის რომ დღევანდელი მონასტრებიც იქნებოდა გრიგოლ ხანძთელის მონასტრების დროინდელი მსგავსი. მაგრამ ნუ სამწუხაროდ წინამძღვარს უთხარი, როდესაც მონასტერში მოხდი, რომ მე მეგონა მამაო ესე იქნებოდა მეთქი როგორც გრიგოლ ხანძთელის, მაგრამ საოცარი პასუხი გამოსცა გრიგოლ ხანძთელის მონასტერს არც მე დავიწუნებდიო, მაგრამ სხვა რეალობაში და სხვა დროში გვიზრდა ცხოვრება და ამას უნდა შევეგუოთ. თუმცა შევეგუოთ ისე არა, რომ ვთქვათ დავთმოთ და რა ბოლო ჟამი არის და
თუ შეიძლება ერთ პატარა გადახვევას დიახ, გავაკეთებ. რა თქმა უნდა. სამ მოციქულთა საქმეში, როდესაც მაცხოვარი ამაღლდა, იქ არის ესეთი საოცარი მომენტი. მოციქულები დგანან, მაცხოვრის ამაღლებას უყურებენ, უფალი რომ მიიმალა თვალთაგან, მთელი დღე ეს მოხდა დილის საათებში დაახლოებით და საღამომდე ეს მოციქულები იქ იყვნენ და უყურებდნენ, იმდენად უყვარდათ მაცხოვარი და ისე ესე ვთქვათ, ვერ ეგუებოდნენ, რომ ვეღარ ხედავდნენ. და მთელი დღე იდგნენ და იყურებოდნენ ცაში, რომ დაპირებული ხო იყო მაცხოვარი, რომ ესე მოვალ და ეგონა რომ საღამოს მოვიდოდნენ. და ძველი აღთქმის პრინციპის მიხედვით სიმართლე ადამიანთა შორის უნდა დაემოწმებინა სულ ცოტა ორ პიროვნებას. დიახ. აქაც მსგავსი რამ ხდება საღამოს საათებისკენ, როდესაც მოციქულები არ იშლებოდნენ, გამოიწყდათ ორი ანგელოზი. ასე წერია და ეს ორი ანგელოზი საყვედურობს მოციქულებს. ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, რას დგახარდათ ცაში რას იყურებით. ნუ უსაყვედურა და უთხრა ესეთი რამ ანგელოზებმა უთხრეს მოციქულებს, რომ ვინც უფალი რომელიც ამაღლდა ისევ მოვა, მაგრამ თქვენ წადით და ასწავლეთ ხალხს ის რაც თქვენ დაგიბარათ და ამის შემდეგ წერია მოციქულთა საქმეში, რომ მოციქულების დიდი სიხარულით შეუდგნენ თავიანთ მორჩილებას. ანუ იმის თქმა რომ თქვათ ბოლო ჟამი არის და ჩვენ არაფერი არ გამოგვდის და არაფერი არ გამოგვივა, ან ბრძოლას აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა შეცდომა არის და ჩვენ მაცხოვრისგან ამაზე მივიღებთ აუცილებლად საყვედურს, იმიტომ რომ არც მოღვაწეობას გვიშლის ვინმე დღეს, არც ლოცვას და არც თვით განვითარებას. მით უმეტეს რომ ალბათ ყველა ეპოქაში ეგონათ მაინც ქრისტიანებს რომ ბოლო ჟამი იყო და ალბათ ისინი იყვნენ სწორედ ამის მომსწრენი და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს თუნდაც ლიტერატურაში, როდესაც ამას ფიქრობდნენ. სკოლის წლებზე რა სიტყვით და აი ბავშვობიდან ყველაზე მეტად ადამიანი გაიხსენებინოთ იქნებ, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც თქვათ თქვენთვის გახდა სტიმული. ან პირიქით შეიძლება კრიტიკის შემდეგაც უფრო მეტ სტიმულს იღებს ადამიანი და პირიქით იწყებს იმის დამტკიცებას, რომ არა გასაკრიტიკებელი კი არა, ძალიანაც კარგია, მას უფრო მეტი დადებითი თვისება აქვს, ვიდრე ნაკლი და სწორედ ეს უნდა დაინახონ ადამიანებმა მასში. აი ვინ იყო, ვის გაიხსენებდით თქვათ ასეთ ადამიანს? აი შესავალში რაც ვისაუბრეთ, მაშინ სკოლაში ჩვენ ყავდა ძალიან მორწმუნე მასწავლებლები, რომლებიც დაახლოებით 10-15 ხან 20 კილომეტრს ფეხით გადიოდნენ, რომ წირვას დასწრებდნენ, იმიტომ რომ ახლო არ იყო ახლოს ტერიტორიაზე არ იყო ტაძრები. და ჩვენ ყავდა ესეთი საოცარი მასწავლებელი, მაშინ ბრძანდებოდა ჩვენი სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნუნუ ანტყულაძე, რომელიც როცა შესაძლებლობა კი იქნებოდა, მაშინ ჩვენ წაგვიყვანდა და მოგვალოცებდა ხოლმე ეკლესიას, მონასტრებს. რომელი წლები იყო მამა მაინც შეგაკითხებით დიდი ბოდიშის? დიახ, ეს იყო 95, 96, 97 წლები. უკვე წმენა გამოგვიძებული იყო, ასე რომ ვთქვათ, მაინც უკვე დაწყებული იყო. ბავშვებში ჩვენში ნაკლებად უბრალოდ ეს მასალები საზოგადოებაზე ვამბობ, უკვე აღარ ეშინოდათ, იმიტომ გკითხეთ. არა, უკვე კომუნისტური რეჟიმი ჩავლილი იყო, მაგრამ აი ეს აღმშენებლობის პროცესი მიმდიოდა, ის აღმშენებლობის პროცესი, რაც უწმინდესმა დაიწყო და რაც ეხლაც გრძელდება. და ქალბატონი ნუნუ იყო ჩემთვის და ეხლაც არის სარწმუნოების დამცველი პიროვნება, რომელიც ცდილობდა რომ ბავშვებისთვის მე კარგად მახსოვს უდაბნოს მამათა მონასტერში ვყავდით წაყვანილი ქალბატონ ნუნუს და იქ როდესაც მონასტერში დავიწყე ჩვენ გალობის შესწავლა ესეთი საგალობელი არის რომელი ქერუბიმთა სადაკილო საგალობელი და ამის მელოდია ძალიან მეცნობოდა. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი საიდან მეცნობოდა, იმიტომ რომ წესით მე ეს მელოდი არ უნდა მცოდნოდა. მანამდე არ მქონდა საგალობლებთან შეხება. და დაახლოებით 2 წელი ვიწვალე. ძალიან ვცდილობდი რომ გამეხსენებინა საიდან და გამახსენა ზუსტად ის მინიმალური კადრი უდაბნოს მამათა მონასტერში წირვაზე მამები გალობდნენ და ის ლამაზი კადრი იყო ძალიან მზის შუქი რო შემოდის ტაძარში და საკმევლის კვამლი რო აირეკლება ამ შუქზე. და ის ზუსტად გამახსენდა იქ მოვისმინე ეს საგალობელი და დაახლოებით 15 წელი იყო ჩემს მახსოვრობაში ეს და შემდეგ როდესაც შევეხეთ ამ საგალობელს გაცოცხლა როგორღაც. ეს იყო ქალბატონი ნუნუს დამსახურება. მარტო ქალბატონი ნუნუ არ იყო, ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი ყავდა ქალბატონი ბელა, რომელიც ჩემთვის ძალიან მისაბაძი მაგალითი არის როგორც ქართველი და როგორც ტრადიციული დედა ბავშვების აღმსდელი მეოჯახე და კარგი მასწავლებელი ასევე ქალბატონი ხათუნა ჩვენი სიხარულიძე იყო ჩვენი დამრიგებელი, გოჩა მასწავლებელი და არ ვიცი ბევრი ხო ყველას მოვიკითხავ დიდი პატივისცემით შეიძლება ყველა არ გამახსენდეს იმიტომ რომ სადღაც დაახლოებით 12-13 წელი მონასტრიდან წამოსვლის შემდეგ არ ვიყავი სახლში ნამყოფი და რო ჩავედი ვეღარ ვცნობდი ბავშვები გაზრდილები იყვნენ ზოგი ასაკში იყო შესული და
ასე უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდი ხოლმე. მამაო, თქვენს ოჯახში რამდენი ბავშვი იზრდებოდით, რამდენი და-ძმა იყავით? ჩვენ ვიყავით ვართ 3. ჩემი და უფროსი არის, მე ვარ შუათანა და ჩემი უმცროსი ძმა. ჩემს უმცროს ძმას ოჯახი ყავს მეუღლე, 3 შვილი. ჩემი და დაუოჯახებელი არის, როგორც მამა ჩემი წოდა ხოლმე გადაყვა მეცნიერებას. დოქტორი არის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი და მეცნიერების ზოგადად ესე არის, როდესაც ადამიანი მეცნიერებას ან რამე პროფესიას მთელი გულით შეუდგება, ვერც კი იცლის ხოლმე, ვთქვათ, პირადი ოჯახისთვის, პირადი ცხოვრებისთვის, რთული არის, ორივეს ერთად ვერ გაყვები. დიახ. მამა გიორგი, როდის მოინათლეთ ბავშვობა თუ გახსოვთ, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც კომუნისტების ეპოქაში როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, იგივე თანამდებობის პირთა ოჯახებიც კი მაინც შუმად ახერხებდნენ და თავიანთ შვილებს რაღაცნაირად მაინც ნათლავდნენ. არ ვიცი, შეიძლება ეს ტრადიცია იყო, შეიძლება ეს ფარული რწმენა იყო, ყოველ შემთხვევაში ეს დიდი ღრმა რწმენით არ კეთდებოდა, მაგრამ რაც იყო ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი ოჯახი, სადაც ბავშვები ღვთისმადლით არ ინათლებოდნენ. თქვენ თუ გახსოვთ თქვენი ნათლობა? ჩემი ნათლობა არ მახსოვს, იმიტომ რომ მე ვყოფილვარ 2 წლის, ეს როგორც მშობლებისგან ვიცი და ჩოხატაურში, ჩვენს რაიონში იმ დროს არ იყო მოძღვარი, როდესაც ეს მოხდა და მახსოვს ესეთი რა მამა ჩემი გვეუბნებოდა რომ ქუთაისიდან ჩამოუყანიათ მოძღვარი რომელმაც მარტო ჩვენი ოჯახი კი არ მონათლა საამეზობლო ვინც კი მოსანათლი იყო სულ ყველა მოუნათლავს ჩვენს ოჯახში ყველა და ესე იყო 2 წლის ვიყავი ნამდვილად არ მახსოვს მაგრამ გადმოცემით ესეთი რამე იყო თქვენ გქონდათ თუ არა არჩეული პროფესია თუ პირდაპირ გადაწყვიტეთ რომ თქვა სასულიერო პირი უნდა გამხდარიყავით ძალიან დიდი ხნის მანძილზე მივსდევდი სპორტს და დიდი სურვილი მქონდა მეც მამა ჩემსაც რომ ყოფილიყავი ფეხბურთელის, გუნდშიც ვარჯიშობდი, თამაშობდი, მაგრამ როდესაც დავასრულეთ სკოლა, შემდეგ სამხედრო სამსახური მოგვიწია და ეს სამხედრო სამსახურის დროს ძალიან გამიჯდა უკმარისობა იმისა, რომ სკოლაში ძალიან სარმაცი ვიყავი. და კითხვის სურვილი მოგეწალათ ალბათ. დიახ, და ჩემს მასწავლებლებს ვინც ჩამოგითვალეთ, ყველას წდებოდა გული, რომ ეს ნიჭიერი ბავშვი არის და ასე არ შეიძლება რომ ძალიან ზარმაცი არის დედა ჩემსაც საყვედურობდნენ ხოლმე მე დედა ჩემი საყვედურობდა მაგრამ თუ კი ადამიანის შეგნებამდე არ მივიდა რაღაც ძალიან რთული არ გაითავისა შინაგანი ძალიან რთული არის და ჯარში ძალიან დიდი ნაკლოვანება ვიგრძენი იმისა რომ წიგნები არ მქონდა ნაკითხი და ნუ რაც შემეძლო ჯარში ეს დროც მქონდა სამხედრო სამსახურში ჩვენ ვიყავით ლაკოდეხის მე-6 სამმართველო იყო ესეთი, იქ მივიღეთ ფიცი და შემდეგ გაგვანაწილეს დაღესტნის საზღვარზე. გავატარეთ ეს 1 წლის პერიოდი ჯარის სამხედრო სამსახურის. როდესაც ბრუნდებოდი სამხედრო სამსახურიდან, უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ არანაირი სპორტი უნდა მესწავლა, უნივერსიტეტში ჩამებარებინა. რა თქმა უნდა, მშობლებს გაუხარდათ. გვერდში მედგნენ ყველანაირად როგორც შეეძლოთ და ისე მოხდა, რომ მომდევნო წელს დაემთხვა ერთიანი ეროვნული გამოცდები თუ გახსოვთ ეს პროგრამა. პირველი როდესაც იყო, მაშინ დავინდომესწავლა, მაშინ მოვხდით ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მაშინ იყო ესეთი სისტემა, უნდა ჩაგეწერა 7 ფაკულტეტი, 7 უნივერსიტეტის და სადაც ქულები გეყოფოდა, იქ მოხდებოდა. თუ არ გეყოფოდა, თავისთავად ვერ მოხდებოდა და მოვხდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ქუთაისში. ეს კურიოზული სიტუაცია შეიქმნა, იმიტომ რომ ქუთაისი არავის არ უნდოდა. იქ იყო სტუდენტები შემდეგ, როდესაც გაიყვეს ბოლნისიდან, თბილისიდან და პრობლემა რა იყო, იცით, ეწერა მისამართი ეწერა ქუთაისის ქუჩა. ქუთაისი უფრო სწორედ და თბილისში ხო არის ქუთაისის ქუჩა და ყველას გვეკონა რომ ეს უნივერსიტეტი იქ იყო. ასე აღმოჩნდით ქუთაისში სულ ყველა. ქუთაისიდან იყო რამდენიმე კურსელი ყავდა და ჩვენი სულ ყველა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ვიყავით. და იქ ვეძალებოდი სწავლას, როგორც შემეძლო მაქსიმალურად და სხვათა შორის ცოტა ზედმეტი მომიდა და მხედველობა დავიზიანე. იმდენს ვკითხულობდი. აი ქუთაისიდან პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც მივიღე მონასტერში წასვლის გადაწყვეტილება. პირველი რა კურსზე? პირველი კურსზე. მამაო, სანამ მონასტერზე ვისაუბრებდეთ, აი, როდესაც ესე მოძალებული გაქვს წყურვილი, თითქმის ყველაფერს კითხულობ ადამიანი. მithumetes ალბათ ჯარის პირობებში არ იყო დიდი არჩევანის საშუალება, ალბათ. ერთი მგლის ბილი კი ქონდა და ეს რამდენჯერმე წავიკითხე. ხო, აი მაგას ვამბობ, რომ აი პირველი წიგნი რომელმაც თქვენზე, საერო წიგნს ვამბობ, რომელმაც თქვენზე ძალიან დიდი აი შეგნებულად რომ წაიკითხეთ და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდით. მახსოვს ეს იყო
სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, პროგრამა იყო. რის მიხედვითაც უნდა გაგვევლო ეს და წავიკითხე ილია ჭავჭავაძის მოთხრობების კრებული. და ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე იქონია გლახის ნაამბობმა. ის საოცარი სიტყვები არასდროს არ მოვიწყდება. სამთელ საკმაოდ თავის გზას არ დაკარგავს. ნუ ეს ზოგადად გოგით მიღებული ფრაზა არის ჩვენ საზოგადოებაში საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ ჩემ და სამარცხინოდ მე პირველად მაშინ გავეცანი და მეთქულობდი ასევე უნივერსიტეტში ფსიქოლოგიურს, ისტორიულს ხშირად ვიყავი ხოლმე ჩვენს ბიბლიოთეკაში, კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა და ვეცნობოდი და აი ძალიან ზედმეტი მომივიდა და თვალებით დავიზიანო მხედველობა. მამა გიორგი, და თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ წასულიყავით. პირველ რიგში ეს ძალიან ცვლის ხოლმე ოჯახის წევრებთან დამოკიდებულებას. თუ ძალიან მორწმუნენი არიან, პირიქით ძალიან უხარიათ მათ, ხოლო თუ კი არ არიან რწმენაში, მათთვის ეს ძალიან დიდ დაბრკოლებად იქცევა ხოლმე. როგორ მიიღო ეს თქვენმა ოჯახმა, ან რამდენად გაგიჭირდათ თქვენ, თქვათ მათთან ამ აზრის გაზიარება? სხვათა შორის ეს ისე უცებ მოხდა. დიახ. თითქმის მეც ვერ გავიაზრე, რას ვაკეთებდი და რას ვაპირებდი. იყო ძალიან დიდი პრობლემა ჩვენს ოჯახში. ეს სიკვდილის სიცოცხლის საკითხი იყო ფაქტიურად და ოჯახის წევრის ღმერთს ვთხოვე, რომ ეს საკითხი მოეგვარებინა. ამ საკითხის მოგვარება ადამიანური რესურსებით არანაირად არ შეიძლებოდა. და როგორც კი ეს ლოცვა წარმოვთქვი, მაშინ სტუდენტი ვიყავი უკვე და ამის პასუხად დაახლოებით 15-20 წამში ალბათ შემოდამ დამილიკა ტელეფონით და მითხრა რომ ყველაფერი მოგვარებული არის. ეს იყო იმხელა შეხება ღვთისა, იმხელა სასწაული რომ აი უცებ სტუდენტობიდან მონასტერში და როგორც კი მონასტერზე გადავერთე ჩემი აზროვნება, უკვე სიტყვა მქონდა რა თქვა, მე აღთქმა დაუდე ღმერთს რომ თუ ამას მე ჩემ ცხოვრება შემოგწირავ, ვეცდები ყველანაირად რომ შენ გემსახურო მეთქი და ეს დავიწყე გრიგოლ ხანძთელის მონასტერზე ფიქრი, მეგონა რომ არც შუქი იქნება და არც ესეთი. ვიცოდი უკვე მონასტრის შესახებ, ერთხელ ნამყოფიც ვიყავი და აქედან გამომდინარე ვიცოდი რომ ცუდ გზაზე არ მივდიოდი და კარგი იყო. და ესე მოხდა მონასტერში ჩემი წასვლა. თავიდან მშობლებმა რა თქმა უნდა ვერ მიიღეს ეს. ყველაზე მეტად ვინც გამიგვეს, ჩემი უფროსი და იყო. ნუ ჩემი ძმაც ნაწილობრივ და ესე გადავწყვიტეთ და იმის შემდეგ გავიდა დაახლოებით 15-16 წელი. რომელი იყო პირველი მონასტერი, სადაც თქვენ წახვედით, აი ესე შეგნებულად უკვე რწმენით, რომ გინდათ თქვათ იქ მოღვაწეობა? ეს იყო გრემის მამათა მონასტერი, მთავარანგელოზთა სახელობის. ძალიან მიყვარს იქაურობა, იმიტომ რომ მონაზვნური ანაბანა, ესე ვთქვათ, იქ შევისწავლე. მაშინ მამა იაკობი იყო ჩვენი წინამძღვარი. და ახსარება, არც ვიცოდი ახსარება რა იყო. ეს ნელ-ნელა მამა მასწავლიდა, გვასწავლიდა. ძმობის წევრები ყველანი მხარში მედგნენ და აქვე მინდა აღვნიშნო, არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო უბრალოდ ის პიროვნება, მეუფე სერგი ჩეკურიშვილი, რომელიც გარდაიცვალა ღმერთთან ეთერში ამყოფოს. ეს პიროვნება ჩემთვის იყო ნამდვილი სულიერი მამა. და რაში გამოიხატებოდა ეს? რელიგიურ სივრცეში, სამყაროში არსებობს სარწმუნოების ორი დონე, ესე ვთქვათ. პირველი არის, როდესაც ადამიანს სწამს ღმერთისა. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ეს არის უხილავის დაჯერება. მაგრამ მეუფე სერგის რწმენის უფრო მაღალი საფეხური ჰქონდა და ეს იყო ღვთისცოდნა. მას ჰქონდა ღვთისცოდნა არა მარტო იმის გამო, რომ მან ღმერთი იხილა გამოცხადებით, არამედ იმის გამოც, რომ მონაზვნური ცხოვრება თუ კი ადამიანი მოღვაწე მონაზვნური ცხოვრების საფეხურებს სწორად გაივლის, რა თქმა უნდა, სწორად მოაზროვნე მოძღვრის ხელში, ის აუცილებლად გარკვეული პერიოდის შემდეგ პირადად შეხვდება ღმერთს. და მეუფეს ჰქონდა ზუსტად ეს გამოცდილება, სულიერი, შინაგანი, ძალიან დიდი სულიერი სამყარო გააჩნდა, რომელსაც შეეძლო, რადგან თვითონ იცნობდა ღმერთს, თვითონაც ადამიანი თუ კი მას გაყვებოდა მის სწავლებებს უფრო სწორედ არა, მის დარიგებებს, რჩევებს, აუცილებლად თვითონაც შეხვდებოდა ღმერთს პიროვნულად და იხილავდა და მიაღწევდა რწმენის უმაღლეს საფეხურს, რასაც ქვია ღვთისცოდნა. ერთი ესეთი შემთხვევა მახსენდება, წმინდა ნიკოლოზ სერბი-ველიმიროვიჩი იყო ესეთი პიროვნება, რომელიც ციხეში გესტაფოელებს, ესე რომ ვთქვათ, ნერვებს უშლიდა. და ყოველთვის, როდესაც ცემდნენ, წამოაძახებდნენ ხოლმე, ხო აღარ გწამს ნიკოლოზ, ხო აღარ გწამს და ერთ-ერთი ესეთი ცემის დროს წმინდა ნიკოლოზმა თქვა, რომ აღარ მწამს.
აღარ მწამს და გესტაფოელები სიხარულით დარბიან კალიდორში ნიკოლოზი გავტეხეთ და როდესაც დასწავდნენ მე უფრო ნიკოლოზმა გამოძახა მე არ მწამს მე ვიცი რომ ღმერთი არსებობს აი ესე მოიგერია და მეორე პიროვნება არ შემიძლია არ აღნიშნო არც ის მე უფრო იობი ეს ორი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში მე მათი ყოველთვის მარადიულად მადლობელი ვიქნები იმიტომ რომ მე უფრო იყო პიროვნება მე უფრო სერგი რომელიც მასწავლიდა მონაზვნურ ცხოვრებას და საფეხურებს მე უფრო იობი ბრძანდება ადამიანი რომელმაც გამატარა და ესე ვთქვათ ნდობა გამომიცხადა იმისა რომ ყოფილიყავი მღვდელმონაზონი ყოფილიყავი მწირველი და ყოფილიყავი ესე ვთქვათ საკურთხეველში ღმერთთან ყოველ შემთხვევაში მე უფრო ჩვენ ღვთისმადლით მოგცა ეს საშუალება მაგრამ ჩვენ როგორ ვიყენებთ თავარი ეს არის ჩვენს ეპარქიაში მაგალითად მე უფეს აქვს შექმნილი ყველანაირი პირობა იმისა რომ ადამიანმა იღვაწოს და ცხონდეს ну ამას ვინ როგორ იყენებს უკვე თავის პიროვნული პრობლემა არის. დიახ, რა თქმა უნდა. როდის შეიცვალეთ ეპარქია, როდის აღმოჩნდით, თქვათ რუისურნისის ეპარქიაში? დიახ, 2020 წელი იყო, მე უფეს დავამშვიდობე. მე უფე მითხრა სადმე დიღვისთან რომელიმე უფესთან მიდიხარო, მე უთხარი, მე უფე იობთან ვაპირებ მეთქი. ну მაშინ კარგი წადი არა უშავს. ძალიან მეგობრობდნენ. უკვე აღკვეცილი იყავით? დიახ. მეგობრობდნენ ერთმანეთთან და ეს მე დარეკვაც მოხდა ერთმანეთში. დიახ. ეს იყო 2020 წელი და 2022 წელს მოხდა ღვთლად კურთხევა, ჯერ დიაკვნად, შემდეგ ღვთლად და დაახლოებით ამ ღვთლად კურთხევიდან ცოტა ხანში ათონზე გაიხსნა ქართული კელია. დიახ. რომლის წინამძღვარიც არის მამა სერაპიონი. დიახ. და მამა სერაპიონის ესე ვთქვათ, მიწვევით, თხოვნით, მღვდელმონაზონი არ ყავდათ და 6 თვის მანძილზე ქართულ კელიაში რო გახსნის დღიდან ვიყავით ქართულად ვწილავდით ქართულ ენაზე. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო განსაკუთრებული 6 თვე ჩემს ცხოვრებაში, რადგან ათონური წირვები ყველაზე მეტად რაც მენატერება ეხლა ეს არის ათონური წირვები. თითქოს ათონის მიწაზე მგონია რომ დრო გაჩერებულია რაღაცნაირად და აი მაინც იმ ძველ ღვაწლს მიემსგავსებიან იქ მოღვაწე მამები. აი როგორი იყო სწორედ ეს მაინტერესებს იქ მოღვაწეობა, როგორი იყო იქ მსახურება და რამდენად იყავით ახლოს თქვათ აი იმ სულიერებასთან რომელზეც საუბრობდნენ ჩვენი ივერიელი მამები ვთქვათ. განსაკუთრებული სიახლოვე იგრძნობა ქართულ სულთან ივერონის მამათა მონასტერში. მსგავსი რამდენიმე მონასტერი ვნახეთ ათონზე, მაგრამ მსგავსი ქართული მდგომარეობა მე არსად არ მინახავს, არ მიგრძნია. აი მაგალითად რა, ცხელი წყალი არ არის. ფანჯარა შეიძლება ჩამტრეული იყოს და არავინ არ აკეთებს, ეს ხო ქართველებს ხო გჩვევია. და ამას პლუს კიდე როდესაც ჩვენ მსახურებას დავესწარი, რა თქმა უნდა ყველაფერი ბერძნულ ენაზე იყო, მაგრამ ისეთ სიახლოვე რაღაც ქართული სული ისეთი იგრძნობოდა. მე ზოგადად კრიტიკული ვარ ესეთი განცდების და ეიფორიების, მაგრამ და ბევრს უთქვამს ეს რომ აი ივერონის მონასტერში რო შევდივარ ამას ვცნობ და მე ცინებოდა ამაზე, მაგრამ ჩემ თავზე გამოვცადე და განსაკუთრებით ღვთისმშობლის ხატთან. სამჯერ ვიყავი ამ 6 თვის მანძილზე ივერონში და ორჯერ არ მოგცეს, ძალიან მინდოდა ღვთისმშობლის ხატთან სურათის გადაღება. და წამოსვლის წინა დღეს კიდე ერთხელ შევედი და უბრალოდ ეს დავიწუწუნე ღვთისმშობლის წინაშე რომ განაიმის ერთი სურათი მინდა მე ვიცი რომ ღირსი არ ვარ მაგრამ მინდა მეთქი და ისეთი მდგომარეობა იყო ეს ბერი რომელმაც კარები გაგვიღო მანამდე სხვა ბერები იყვნენ კაცად დაადიოდა თავისთვის ყურადღებას არ გვაქცევდა და იქ ვისაც კი სურათი უნდა და ხატთან ყველამ გადავიღეთ ზოგმა სურათი ზოგ მაგრამ სამახსოვრო სურათი ასე და ასე მადლობელი ღვთისმშობლის მაგ განსაკუთრებით წირვებს რაც შეეხება ვიწყებდით შოღამის 3 საათზე და მოგეხსენებათ ათონზე ისედაც სიმშვიდე არის მაგრამ ამ დროს განსაკუთრებული სიმშვიდე იყო და არ ვიცი რა თქმა უნდა ხა თუ ადამიანი იღვაწებს საქართველოს იქნება თუ რა ადგილი იქნება არ აქვს მნიშვნელობა ღმერთთან სიახლოვეს ყოველ სიგნოს მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ აი იმ ქართველი მამების განსაკუთრებული სიახლოვე და მათი შუამდგომლობით დარწმუნებული ვარ ღმერთთან განსაკუთრებული სიახლოვე იგრძნობოდა იმ ჩვენ ქართული წირვების დროს ტაძარში და ალბათ იმის გამოც რომ იქ დიდი ხანი არ იყო ქართული მსახურება და რა თქმა უნდა ამის გამოც და ეს ყველაფერი ესე ერთად შემდეგ მე უფე იობის კურთხევით ისევ დაბრუნდი საქართველოში. რამდენი სასულიერო პირი იყავით, როდესაც ახლად გახსნილ მონასტერში მოღვაწეობდით ათონის მთაზე? ჩვენ ვიყავით 4-5 ადამიანი. და ყველანი დაბრუნდით თუ დარჩა იქ ვინმე, თქვათ ხომ არ მონაცვლეობენ, თქვათ ჩვენ ამ ეტაპზე სამწუხაროდ მარტო წინამძღვარი არის. დაბრუნდით. ჩვენ ვინც ვიყავით დაბრუნდით. ესე მოხდა სამწუხაროდ. მამა გიორგი, ახლა როგორია თქვენი ტიპიკონი, სად მოღვაწეობთ? და როგორია თქვენი ერთი დღე, თქვათ, როგორც სასულიერო პირი?
დიახ, ცოტა უკან დავბრუნდით მაშინ. დიახ, კი ბატონო. მე უფე სერგის რო დავამშვიდობე, სიმართლე გითხრათ, ერთადერთი არა, ერთ-ერთი სურვილი ეს იყო, ვიცოდი რომ მე უფე იობს ქონდა განსაკუთრებული მონასტრები, განსაკუთრებულ ადგილას. და ყოველთვის გიზიდავდათ, რომ ხალხთან კონტაქტი იმდენად არ გინდოდათ, თუ რატომ წახვედით ძამის ხეობაში, ვთქვათ. დიახ, მე უფე სერგი ძალიან ფრთხილობდა ხოლმე ვინმე ეკურთხებინა მარტო ცხოვრებაზე. თქვენ მარტო ცხოვრება გიზიდავთ. დიახ, ძალიან მინდოდა მარტო ცხოვრება და ვიცოდი რომ მე უფეიობი ამაზე აკურთხებდა ადამიანებს და იმიტომ აღვნიშნე რომ ყველანაირი პირობა აქვს. გინდა ხალხური მონასტერი არის. შეგიძლია იქ ცხოვრება. კი ბატონო, დიახ. გინდა ორ-სამ ადამიანთან ესეთი მონასტრებიც არის. გინდა მარტო ცხოვრება ესეთიც არის. მაგრამ როგორ არის იცით იქ უსინჯავს მამებს მარტო ცხოვრება, მაგრამ მე შემდეგ მე უფეც უთქვამს რომ მე უფე ვერ შევძელი. მაშინ დიახ. ერთ მამებთან ერთად იცხოვრე. და ერთ-ერთი სურვილი ესეც იყო რომ ესეთი მონასტერში მეცხოვრა, როგორშიც ეხლა მე უფე მომსაკურთხევს არის წყაროთავის მამათა მონასტერი, როგორც აღნიშნეთ. ახან ხუმრობ ხოლმე სხაპრებში რო არის ძეხორცელი არ ჭაჭანებდაო. ესეთი ადგილი არის უმშვიდესი, უწყნარესი, ფაქტურად ტყეში არავინ არ დადის, თუ ვინმე მეგობარი ან ოჯახის წევრი არ მოვიდა განსაკუთრებულად, იქ არავინ არ ხვდება. და მინდოდა ასეთ ტიპის მონასტერში ცხოვრება. რამდენიმე პიროვნება იყო ვისაც უნდოდა, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის მერე მითხრეს რომ ბოდიში მამა, მაგრამ აქ ვერ ვიცხოვრებ. დიახ, მე უფეს ზოგადად ეპარქიაში აქვს აღდგენილი ტაო-კლარჯეთის მონასტრის სახელები გადმოტანილი აქვს ყველას. პარეხი, პარხალი, ხანძთა, წყაროსთავი და ასე შატბერდი და ასე შემდეგ. ეს მონასტერი დაახლოებით 15-16 წლის წინ არის გახსნილი. ტაძარი შემდეგ აიგო ესეთი პიროვნება ბატონი დავით კვარაცხელია, ქირურგი, შესანიშნავი პიროვნება, ვინც ეს ტაძარი ააგო და სენაკები. და ესე რამდენიმე ესე ვთქვათ 4-5 ადამიანი იცხოვრებს უპრობლემოდ, მაგრამ ადგილი არის ისეთი, რომ თუ ესეთი ადგილი არ გიზიდავს, რთული იქნება იქ ცხოვრება. რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება ისეთი ვაკუუმი, რომელსაც შეიძლება ვერ გაუძლოს ადამიანმა და ну ისეთ მონასტრებში გადავიდეს ხალხმრავალში იქ არის 15 კაციანი მონასტრებიც არის 20 კაციანი მონასტრებიც არის 1 კაციანიც არის ვისაც როგორი ცხოვრების მე უფე აძლევს ყველა საშუალებას რომ თვითონ აირჩიოს. გიფიქრიათ რომ თქვათ ზუსტად რასაც მიესწრაფოდით ისე ცხოვრობთ ახლა თუ პირიქით გინანიათ რომ ნეტავი არ ამერჩიო? არა სხვათა შორის და ჩემი მეგობრები ვისთანაც სულიერი მეგობრობა მაკავშირებს მათანაც მაქვს ხოლმე საუბარი რომ ყოველთვის ეს არის რასაც ყოველთვის ვეძებდი. მე არ ვიცი ხვალ რა მოხდება, ზეგ რა მოხდება, არ ვიცი. ადამიანის სისუსტები ადამიანური ყველას გვაქვს, მაგრამ ეხლა ამჟამად რამდენიმე სიტყვით რო გითხრათ დროც კი არ მყოფნის მონასტერს შეიძლება თუ დაჭირს, მაგრამ რო გაძღე მონასტრული ცხოვრებით. ეს სახურებას მამაო მარტო ახავლენ? ჩემი მეგობრები მეხმარებიან. და ის ზოგადად სატაძრო მსახურებას ცისკარი, წუხრი, სერობა, დიშობლის დაუჯდომელს გითხულობთ. ეს მარტო შემიძლია. არ არის პრობლემა, მაგრამ აი წირვას ხო მარტო ვერ აღვავლენ და თუ კი ისე მოხდება რომ მე უფისგან მაკურთხება რომ გარკვეული პერიოდს არ გადავასწილო წირვის აღვლენა და შემდეგ დაბლა მონასტრებში ჩემს მეგობრებთან ან ჩავალ წირავან თვითონ ისინი ამბოლენ დამეხმარებიან. აი და როგორია თქვენი ტიპიკონი? რას აკეთებთ? აი გარდა ლოცვისა, ვთქვათ, აი რა არის? ვიცი რომ ძალიან ბევრი ალბათ სამეურნეო საქმიანობას თქვენი მოსაგვარებელია და ესეც გასაკეთებელი იქნება, ხო? სიმართლე გითხრათ, სამეურნეო საქმიანობებს ნაკლებად მივსდევ, იმიტომ რომ გადართული ვარ უფრო წიგნებთან მუშაობაზე, მე უფის რა თქმა უნდა ლოცვა-კურთხევით, ვადგენთ დაუჯდომლებს, პარაკლისებს, გამოცემული გვაქვს ქართული პატერიკი, მოძღვარი, ახლა მესამე წიგნზე მიდის მუშაობა, სტამბაში არის და ამ ბოლოს შევადგინეთ იოსებ ისიხასტის დაუჯდომელი პარაკლისი, ასევე ღირსი ილარიონ ყარჩაველის დაუჯდომელი პარაკლისი. ასევე შევადგინეთ გიორგი კარსლიდისის ბერძენი წმინდანი არის საქართველოში მოღვაწეობდა დაუჯდომელი პარაკლისი და იოსებ ალავერდელის პარაკლისი და დაუჯდომელსაც ვაპირებთ. და ძირითადად ლოცვების, პირადი კანონების და ამის შემდეგ სიმართლე გითხრათ, ენერგიაც არ მრჩება, რომ თქვათ ან სამეურნეო საქმეს მივხედო. თან ზრუნვის საგანიც არ არის, მაგალითად თუ შენს გვერდით ვინმე ადამიანი ცხოვრობს, გინდა არ გინდა უნდა იზრუნო და უფრო სხვაგვარად შეიძლება ცხოვრება წარიმართოს, მაგრამ ამ შემთხვევაში თავიდან როგორ გითხრათ, აი ძალიან მინდოდა ისეთი გარემო მქონოდა, რომელშიც წიგნებზე ვიმუშავებდი. ეს საქმე მიყვარს ამიტომ. მამა გიორგი,
მე ისევ თქვენი ოჯახის წევრებს დავუბრუნდები, ხომ არ გაშენიათ სურვილი თქვენი მოღვაწეობის შემდეგ, რომ რომელიმე მათგანს თქვენთვის მოებაძა? არა, არ გაჩენია, მაგრამ მახსოვს ჩემი სიტყვები მონასტერში, როდესაც წავედი, მან მითხრა ესეთი რამ. იმ პრობლემის მოსაგვარებლად, ეხლა რაზეც გითხარით, რომ ხომ ერთხოვე და მოგვარა. თურმე თვითონაც გქონია ნათქვამი ჩემს, რომ თუ კი ეს საქმე მოგვარდება, მე მონასტერში მონაზვნად აღვიკვეცები, მაგრამ მის ნათქვამზე ეს არ მოხდა. აქედან გამომდინარე, ალბათ ესე იყო, რომ ღვთისნება იყო. ჩემი ძმასაც ჰქონდა სურვილი სემინარიაში სწავლობდა, გრემის სასულიერო სემინარიაში, ჩემთან ერთად, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ დაქორწინდა და მადლობა ღმერთს ამისთვის, შესანიშნავი ოჯახი აქვს. კარგი შვილები ყავს და ღმერთმა ხელი მომართოს, მარტო ჩემი ძმას არა, ყველა ადამიანს, ვინც ქრისტეს მიერ მოღვაწეობს და ვისაც ამ ძალიან მართლა ურთულეს დროს შეუძლია, რომ ღვთის მხარეს იდგეს. მამა გიორგი, არ შემიძლია რომ არ გკითხოთ, თქვენ ისწავლეთ, საგანგებოდ შეისწავლეთ წიგნებთან მუშაობა, ვთქვათ, აი ამ კუთხით, შემდეგ ჩაუღრმავდით ამ ცოდნას. დიახ, ეს გამოცდილება ჩვენ ალბათ კი არა, დიდი წილი ეს არის გრემის სასულიერო სემინარიის შედეგი, ბაზაზე იქ იყო საშუალება იმისა, მე უფეც გვაძლევდა ამის საშუალებას. საშუალებას კი არა, პირიქით ლოცვა კურთხევას გვაძლევდა, რაც შეიძლება მეტი გვეკითხა. დიახ. და იქედან სრულიად სხვა საკითხი არის წიგნის კითხვა, სხვა არის წიგნის წაკითხვა და სხვა არის წიგნებთან მუშაობა. რა თქმა უნდა. წიგნებთან მუშაობა უკვე სტუდენტობიდან შემეძლო და რა თქმა უნდა სურვილიც ჰქონდა ამისი და ნელ-ნელა რა თქმა უნდა წიფდება სურვილი, შემდეგ მეუფე სერგისგანაც მქონდა ლოცვა კურთხევა, რომ მემუშავა ქართულ პატერიკზე. ამ წიგნს მოვუნდით დაახლოებით 6 წელი. თარგმნით კიდეც მამა? ნათარგმნი გვაქვს ათონის მთის 20 მონასტრის ისტორია ინგლისურიდან ქართულად და ვაპირებთ გამოცემას. მაგრამ მირჩევნია ხოლმე უფრო ორიგინალური ნაშრომების კუთხეს, ესე ვთქვათ, მივაქციოთ ყურადღება საქართველოში, იმიტომ რომ ძირითადად ხო ჩვენ თარგმნით. და ორიგინალურს ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. მირჩევნია ამ კუთხით თუ კი რამე შევძლებ იმუშავა, ვიდრე თარგმანზე. უღრმესი მადლობა მამა გიორგი, ჩვენთან ჩამობრძანებისთვის, ჩვენ გპირდებით რომ აუცილებლად გეწვევით და აუცილებლად გადავიღებთ თქვენს მონასტერსაც. ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ურბნისის ეპარქიის წყაროსთავის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი გიორგი მეფარიშვილი. გემშვიდობებით.